წერალთა სახლი შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ რევას კვერენჩხილაძის წიგნს საბუთები ღაღადებენ პროექტი მომზადებულია სტუდია კოცსის ბაზაზე 2025 წელი თბილისი რევას კვერენჩხილაძე საბუთები ღაღადებენ თავი პირველი შესავალი თავი მეორე ქართველ მოღვაწეთა ძალისხმევა ხალხის შესაკავშირებლად თავი მესამე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება თავი მეოთხე დამოუკიდებლობის გადასარჩენად თავი მეხუთე დამოუკიდებლობის დაკარგვა გასაბჭოება თავი მეექვსე გლოვა თავი მეშვიდე ჩეკას შექმნა ცენზურა პოლიტიკური რეპრესიების დასაწყისი თავი მერვე 1921-1923 წლების დაუმორჩილებლობა 1924 წლის აჯანყება თავი მეცხრე 1924 წლიდან 1937 წლამდე თავი მეათე 1937-1938 წლები თავი მეთერთმეტე 1937-1938 წლების შემდეგ სტალინის გარდაცვალებამდე თავი მეთორმეტე სტალინის შესახებ თავი მეცამეტე და ისევ საბუთები თავი მეთოთხმეტე ბოლო თქმა რევას კვერენჩხილაძე საბუთები ღაღადებენ წიგნში წარმოჩენილია დამოუკიდებლობის მოპოვების 1918 წლის სიხარულთან ერთად მისი მოვლა პატრონობის მოწოდებანი და გარემოებანი დამოუკიდებლობის სულისკვეთება და ამის გამომხატველი მიმართვები პუბლიცისტური წერილები დაბეჭდილი თუ ზეპირად გავრცელებული ლექსები ამბები დამოუკიდებლობის დაკარგვის 1921 წლის ტრაგიკული გარემოებანი საქართველოს რევოლუციური კომიტეტისა და კომპარტიის ცეკას დადგენილებანი და განკარგულებანი პარტიის ხელმძღვანელთა აღიარებანი შინ სახკომის მუშაობის მეთოდების მამხილებელ დაკითხვათა ოქმები თუ სხვა საიდუმლო მასალები მისივე მუშაკების განამხელი შინ სახკომის ფარული თუ გაშიფრული აგენტების დამსმენთა და პროვოკატორთა შეტყობინებანი რეპრესირებულთა მონათხრობი განცხადებანი შინაგან საქმეთა კომისრისა და პარტიის ცეკას სახელზე საპატიმროდან მოწერილი ბარათები და ნაპატიმრალი ლექსები საქართველოს მწერალთა კავშირის დიდხანს გასაიდუმლოებული სტენოგრამები პარტიული ცენზურის დადგენილებანი ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით გაწეული უანგარო დახმარებისათვის ავტორი გულითად მადლობას უხდის საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარეს ბატონ გურამ სოსელიას ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის წევრს ილამაზ მიწიშვილს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ციციშვილს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს გელა საითაძეს რედაქტორი როსტომ ჩხეიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რეცენზენტები გელა საითიძე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ციციშვილი ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჩვენთვის ძვირფასია მშობლები, შვილები, ახლობლები, მაგრამ ყველა წარმოდგენა სიყვარულზე თავს იყრის ერთ სიტყვაში სამშობლო მარკუს ტულიუს ციცერონი ძველი წელთაღრიცხვით 106-43 წლები